მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. წარმატებულდა ბედნიერ დღეს, საღამო შუა დღეს. იმ დღის მონაკვეთს გისურვებთ, რა დღის მონაკვეთშიც ახლა თქვენ მე მიყურებთ. დღევანდელი ჩვენი გაშლა იქნება პირადი ურთიერთობების შესახებ და ის იქნება ესეთი ერთ კითხვაზე გაშლა, რას გამოხატავს ახალ პერიოდში, რას მოიმოქმედებს, რა ნაბიჯებს უნდა ელოდოთ აი ამ კონკრეტული ადამიანისგან, ვისაც ახლა თქვენ ჩაუდგავთ. ერთადერთი ეს არის თქვენი პარტნიორი, ან ყოფილი პარტნიორი, ურთიერთობა სადაც არის დაპაუზებული, გაჩერებული სიტუაცია, ამ სიტუაციებს შეეხება. რა მოქმედებას უნდა ელოდოთ მისგან. შეიძლება ჩვეულებრივი დადებითი სიტუაციაც იყოს და უბრალოდ ახლა გაინტერესებდეთ რა ნაბიჯს უნდა ელოდოთ მისგან. მათ ვისაც არ გაქვთ გვერდი გამოწერილი, გამიხარდება თუ გამოიწერთ და მიმეგობრდებით. ამასთანავე გამიხარდება თუ დამიტყობთ კომენტარებს, რამდენად რეზონირდება თქვენთვის ეს გაშლა, ან სხვა რა კითხვაზე ისურვებდით მომდევნო ვიდეოს ჩაწერას, მე ამას აუცილებლად გავითვალისწინებ. რაც შეეხება ამ ჩვენს გაშლას, გვაქვს სულ 5 შესაძლო ვარიანტი. კონცენტრირდით იმ ადამიანზე, ვისი მხრიდანაც გაინტერესებთ ნაბიჯის გადმოდგმა, რა ნაბიჯებს უნდა ელოდოთ მისგან. ნახოთ აბა. შეჩეთ ერთი კონკრეტული დრო შეგიძლიათ ამოახლოესი მომავლის თქვენ ჩაუთქვათ. ზოგიერთმა შეიძლება ჩაუთქვათ 2 კვირა, 1 კვირა, 1 თვე, ან თქვენთვის ნებისმიერი სასრული დრო. ხელები და ფეხები არ გადააჯვარდნოთ ერთმანეთს, ხომ, შერჩევის პროცესში. რაც შეეხება პირად კონსულტაციებს, შეგიძლიათ მომწვევთ პირად შეტყობინებაში, გაშლა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთ კონკრეტულ კითხვაზე, ან რამოდენიმე კითხვაზე, ან სრული დიაგნოსტიკაც შეგიძლიათ რომ დაჯავშნოთ ჩემთან. ახლა კი დავიწყოთ. ახალ პერიოდში ამ ადამიანის მხრიდან ნაბიჯების გადმოდგმას მე მაინც და მაინც ვერ ვხედავ. ეს არკანი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანმა რომ ნაბიჯი გადმოდგას, დასჭირდება ბევრი დროის გასვლა, რაღაცების გაცნობიერებულობა, ბევრი რომ იფიქროს და ზოგადად ეს არის ადამიანი, რომელსაც ესეთი სპონტანური და უცაბედი ნაბიჯების გადმოდგმა არ შოვია ხოლმე. ასე რომ შეიძლება ის დრო რა დრო ჩაუდგით, ამაზე უფრო მეტი დრო დასჭირდეს მისი მხრიდან ნაბიჯების გადმოდგმას. ყოველ შემთხვევაში ახლა ახლო პერიოდზე რაიმე მოქმედება თქვენთან მიმართებით ამ ადამიანს არ უჩანს. თითქოს ამ მომხდარი სიტუაცია, რაც აქამდე გქონიეთ, რაც აქამდე შეგემთხოთ, იმ სიტუაციების გააზრება გაცნობიერებულობებში არის უფრო ესეთმენი ახლა. მეორე არკანი, მოკლედ ეს არკანი არის ის, რომ უცებ მოულოდნელად შეიძლება როცა არ ელოდებით, სწორედ მაშინ გამოჩნდეს ეს ადამიანი, ნაბიჯის გადმოდგმა იქნება, ოღონდ ეს ადამიანი არ მოდის რაიმე უბრალოდ რომ ეხლა პატარა ნაბიჯი იყოს და დასრულდეს. მისი ნაბიჯის გადმოდგმა შკართ უკავშირდება რაიმე სიახლეს. შეიძლება ამ ადამიანმა მოქმედება განახორციელოს, ესე რომ ვთქვათ, და სიახლე შემოიტანოს თან ურთიერთობაში, ან უბრალოდ რომ აი მაგალითად მოიწეროს და დარეკოს და მე მორჩა, ეს არ იქნება რაღაცა მოქმედებას მოყვება და ეს მოქმედება იქნება სიახლე, კარგი დადებითი სიახლე, უშუალოდ ურთიერთობასთან მიმართებით. რაიმე კარგი უნდა გამცნოთ. მესამე ვარიანტი, მოდი ესე გავასწოროთ. მესამე ვარიანტის შემთხვევაში ამ ადამიანისგან ვერ ვხედავ ნაბიჯებს. ეს არის ადამიანი, რომელიც აქეთ მისკენ უნდა გადადგათ ნაბიჯები და თქვენ უნდა იყოთ უფრო აქტიური ვიდრე თვითონ. ეს არკანი გულისხმობს იმას, რომ თავის ძალიან დარწმუნებული არის ეს ადამიანი, ზედმეტადაც კი, და ის თავის შეწუხება არ უნდა. შეიძლება ხა თქვათ, რომ რა თავის შეწუხება, საყვარელ ადამიანთან ნაბიჯის გადადგმა და მოქმედების განხორციელება, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ადამიანის განწყობა და ემოცია არის ისეთი, რომ აი არაფრის მოქმედება არ უნდა. მე ხლა არაფერს არ გავაკეთებ, მე ხლა არაფერს არ მომოქმედებ. რაღაცა ეს პოზიცია უფრო გამოგვიჩნდა აქ ჩვენ. მეოთხე ვარიანტი. კი, ამ ადამიანისგან ნაბიჯის გადმოდგმას ელოდეთ, მოქმედებას ელოდეთ, სიტუაციის ცვლილებებს დაგელაპარაკებათ, ურთიერთობა რომ უფრო წინ და წაიყვანოს და მდგომარეობები რომ უფრო უნდა გამოსწორდეს, ამ ყველაფერზე დაგელაპარაკებათ და ყოველ შემთხვევაში უმოქმედებას ნამდვილად ვერ ვხედავ. მოქმედება იქნება იმ დროზე მეტად სწრაფად შეიძლება გამოჩნდეს, ვიდრე თქვენ ეს გაშლის დასაწყისში ჩაუთქვით. ასე რომ მელოდეთ მისგან, რომ აი ურთიერთობის რაღაცა უკეთესისკენ წავიდეთ, რაღაცა უკეთესობისკენ შევცვალოთ, აი დიდი ენერგიით და რომ მოვა ადამიანი და შემოიჭრება თქვენთან, სწორედ ეს გვიჩანს აქ. და მოვიმეხოთ ვარიანტი.
ახლა აქ უფრო ხედავ იმას, რომ ეს ადამიანი არის ჩაკეტილი, თავისთვის უნდა ყოფნა. ამ ადამიანს არც ის უნდა რომ რაიმე მოქმედება განახორციელოს თქვენთან მიმართებით და არც ის არ უნდა რომ თქვენ თითქოს გადადგათ მასთან აბჯერ. თავისთვის მარტო ყოფნა და განსაკუთრება უნდა. ამ რკინიდან გამომდინარე თუ იმშელებთ ცოტა ხანს დროის მიცემაც უმჯობესი იქნება თქვენი მხრიდან. არა ის რომ რაიმე ესე რა თქვა გამოსწორება დაიწყოთ ურთიერთობაში და რაღაცები დაალაგოთ რომ აი არა მისცემთ ამ ადამიანს დრო კონკრეტული დრო პირობითად რაც თქვენთვისაც მისაღები არის და ადროვოთ იმ ემოციებში ყოფნა რა ემოციებშიც არის. ეხლა ეს ადამიანი არანაირად არ არის მზად სიახლისთვის, რაიმე შეცვლისთვის, ან ამ ბიჭის გადადგმისთვის, ეს აქ ნამდვილად არ მოდის. სულ ის იყო მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონირდა, მოგეწონათ თუ არა გაშვა. მე კიდევ თვითონ თქვენთაგან გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას პირად ურთიერთობაში.